ჩემი სამშობლო იალაღია შიგ სანუკვარი ხაროთ ჯეჯი და თუ მოასკდა იალას გულმა ვერ შეძლოს ბოხნის დატევა მოიხმობ ლექსებს როგორც იარაღს მოიხმობ ცეკვას როგორც საპევას
გადაინაცვლეთ ესე იგი მთელი ხარბუხი, მთელი მეიდანი, მთელი სოლოლაკი აკავდა ჩემო თაო დიდი მადლობა. მაშასე გავდივარ ბოლოში, სასას დაწყებით საქმეს მე დავამთავრებ და სანამ ჩვენი გამაგვირგვინებელი სიმღერა გაიჟღერეს, მანამდე დაჯილდოების ცერემონიალი უნდა წარმოგიდგინო და ჩვენს ხელმძღვანელს ბატონ თამაზ ქაჯაიას თქო ჩვენი ფესტივალის ორგანიზატორს აპლოდისმენტები შევგებოთ, იმიტომ რომ არ ვიცი კაცი რომელიც მასზე ხორიძებს ატარებს წლის განმავლობაში და ერთი მეგა მარტო ამისთვის ეძებნის სხვა გვარებები. მე ტრადიციულად გამოვიძახებ ასამბლეს და გადავცემ მათ კუთვნი ჯილდოს. Au ყველევა ჯილდოს. მაშასე სამონდისრო კომპანია ჯადოსნური ხმებისგან დიპლომი გადაეცემა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიზნით სატელევიზიო ფესტივალში ჩვენ მშვიდობა გვინდა აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის ქორეოგრაფიულ ანსამბლს განძერ ხელმძღვანელი აცი ჰალუთინიანი სამონდისრო კომპანია ჯადოსნური ხმებისგან ჯილდოვდება თაკო რუხაძე ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვრილისთვის და წარმატებული ქორეოგრაფიის საპატიო წოდებით და ესეთი ჩემი რუსთაველები, რა თქმა უნდა, გავადონი დიანა გუგუაშვილი და საერთოდ ვოკალური ანსამბლი აკორდი. მოდი ჩემო აკორდერო. ეს ვარსკვლავი. იქ უარაფერს გახსენებს ვარსკვლავები შემთხვევით, ბავშვობას ხომ გახსენებს ვარსკვლავი. ეს მე გამოვიდა და ეს კი მე დაიჭირეთ ბავშვო, აი მე მქონდეთ. მაშასე ამჯერად დიპლომი გადაეცემა ხო ქორეოგრაფიული ანსამბლი კოლხიდა და ირაკლი ჩენდაია მოდი ბატონო ირაკლი მოგზაურე ჩვენთან ეს შენი კურსი ჯილდო და ეს თავის უნდა გამოვცე ეს არის სპეციალური ჯილდო ჩემო ირაკლი ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებულ ქორეოგრაფიის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა სამონდისრო კომპანია ჯადოსნური ხმებისგან ირაკლი ჩინაია. მადლობა ირაკლი. აზერბაიჯანული ხალხური ცეკვების ანსამბლი ჯეირანი კომპანოვა. მომდარი. ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებული ქორეოგრაფიის საპატიო წოდების აი ეს სპეციალური ჯილდო სამონდისრო კომპანია ჯადოსნური ხმებისგან საჩუქრად.
ყველა ერთია, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, რუსი, ებრაელი, პალესტინელი, ყველასთვის მშვიდობა გვემეტება, იმიტომ რომ ჩვენ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობ. და ამ მშვიდობას ახლა ჩვენი ფესტივალის სახით დაგვირგვინებს ჩვენი ზურაბ გომეშავიძე. სულებს გაუმა! ჩვენ მივესალმებით ბატონ თამაზ ქაჯაიას, ხვალ 1 ივნისი არის, ბავშვთა დაცვის დღე არის, გილოცავთ წინასწარ და ყველა ბავშვი იხაროს, იბედნიეროს. მინდა ბატონ თამაზ ქაჯაიას მოუხადო მადლობა იმისათვის ესეთი მშვენიერი კონცერტისთვის. ჩვენ ეხლახანს დავუბრუნდით სტამბულიდან 1000-ნაირ ფესტივალზე გავედით, მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ეს იყო ბრწყინვალე ფესტივალი, როგორც ყოველთვის თამაზ ქაჯაიას მოწყობილი არის ფანტასტიკური და არაჩვეულებრივი. სიხარული მშვიდობა მთელ საქართველოს და ომი არ გქონდეს, არ გქონოდეს და მეტი და მეტი სიხარული გქონოდეს. ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქა ბატონმა თამაზმა და საპროდიუსერო კომპანიამ. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო 1 ივნისი და ბავშვთა დაცვის დღე და უსურო მშვიდობიან ქვეყანაში, ტრადიციულ საქართველოში და იმ ვაჟკაცურ, ტრადიციულ, მანდიროსნურ, თავდადებულ ქვეყანაში ცხოვრება, როგორც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახა. მიყვარხართ ყველანი და მრავალჟამიერ ესეთი ლამაზი და კონცერტები და მშვიდობიანი საქართველო გვეხილოს და გაგვიმთლიანოს უფალმა ღმერთმა. ბავშვთა დღეს უსურვებ ყველა ბავშვს ჯანმრთელობას, წარმატებებს და რა თქმა უნდა, ყველას მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ჩვენც გვიხარია დღევანდელი კონცერტი რო ჩატარდა. მადლობას უხდით ბატონ თამაზ ქაჯაიას ასეთი ღონისძიებები რო ატარებს და ყველა ბავშვს ჯანმრთელობას, რაც და მშვიდობას მსოფლიოში. მას ჩავატარეთ შესაძლებელი ფესტივალის საბავშვო დღესთან დაკავშირებით ჩვენ მშვიდობა გვინდა და მართლაც ესეთი აქტუალურია ყველგან ეს მშვიდობა და ჩვენ საქართველოსთან ყველას მოუწოდებთ ყველას რომ მშვიდობა დავიცვათ და ბავშვები დავიცვათ რომ ჩვენ მომავალს ხონდეს ნორმალური ცხოვრება, მშვიდობიანი ცხოვრება, რომ ჩვენი ტრადიცია ქართული განავითარონ და გააგრძელონ და თაობებს გადასცენ. დიდი მადლობა ყველას მონაწილეებს, არაჩვეულებრივად ჩატარდა ყველაფერი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები
ქართული ესტრადის ლეგენდების მონაწილეობით ტელეკომპანია ვარსკვლავებს დიდი მადლობა, რომ ასე აქტიურია და ტრადიციულად ყოველთვის თავის ზონაზე აშუქებს ჩვენს ღონისძიებებს.